გამოვედით ისე სანადიროდ და ავიყვანით 2 წელი იხვი. დღეს უკვე თითქმის მიწურულია სეზონი. ერთი კვირა ფაქტიურად დარჩენილი სეზონამდე. რაღაც ციცოლა ჩანს რაღაცები, ბევრი ვერაფერი სამწუხაროდ. ბევრს ვერაფერს ვერ ვიყვანთ. მაგრამ ვერთობით ყოველ შემთხვევაში. აი, ესე გამოიყურებიან 1 წელი და მეორე იქია. ზურამის როლა ორივეს. დავინახე აქეთ ხარეს. აქედან იქით როგორ გადავიდა. ხო და შემოვედით ჩუბად და მართლა 2 წელი მჯდარა რა. ეხლა გამოვიდათ და გადავინაცვლებთ სხვა ადგილზე. გამოწერეთ მეგობრებო, არხი გამოწერეთ, ანუ ბევრს აგაქვთ ისე რომ გამოწერილი არ გაქვთ და არ და ბევრი უყურებთ. ლაიქებია ხოლმე ბევრი. ხო და თუ გამოწერთ, დიდად აგვავალებთ. მადლობელი დაგრჩებით. თქვენ არაფერს არ აკარგავთ, ჩემთვის კიდე და ჩვენთვის რაღაცა პატარა мотиваცია იქნება რა. აბა ეხლა უკვე უყურეთ, როგორ ვიღებთ ამორცალ იღს. და იმედი არის რომ კიდე სხვაგანაც რამეს ვნახავთ რა. ჩავიხედოთ იქ. აქ იქნა კიდე შენადი მიდი. აქ ის რა გაფრინდა ზურა მე მგონი იხვი ხო არ იყო მე მგონი რაღაცა აქ იქ რაღაცა გადაფრინდა. აქედან გადაფრინდა აქ იქით რაღაცა იმ დიდბაზე. ხო. რა იყო ვერ დავინახე. საკმაოდ პატარა არ იყო. შეიძლება პატარა იქისა იყო. იოთაღლივით არ გადის. ტრაქში დათვირეო. აი მაშინ ძაღლი იქნებოდა თავის დროზე. აი მაშინ ძაღლი იქნებოდა თავის დროზე.
ხო გითხარი ხვები იყვნენ მეთქი. უბრალოდ ეხა აი მეორე იხვიც გამოდის. ნელა და გამოვა. სტანდარტული ის როგორც ვიქცევით ხოლმე გამოტანისას უკვე ნაცადი და აპრობირებული მეთოდი მეგობრებო. ესეც რა თქმა უნდა პოინტია იხვი სტვენია უფროსოდაც აბა ესე გამოიყურება მეგობრებო ჩვენი მეორე იხვიც სტვენია ენა მამალი სტვენია აბა პატივცემულო თქვენი კომენტარი გააკეთეთ გეხოცებით თქვენს ნამდვილებთან შედარ ჰა კომენტარი თუ შეიძლება ეხა დაკავებულია სურათების გადაღებით ყურადღებას არ გვაქცევს მეგობრებო ესეთი უჟმური თანა მონადირე მყავს ავაგზელეთ იმედია ნახავთ კიდევ მოგესალმებით მეგობრებო მოკლედ სეზონი მთავრდება და ზამთარმა ისე მოიქნია კუდი აი ნახეთ საფრთხანაც კი რამხელა თოვლი მაქვს არ ცოლოდი შემიძლია გითხრათ თუ ხელ წვიმდა პირველ საათი დავწეკი და წვიმდა და როგორ მოასრო ესე 5-6 საათი ამ ხელა თოვლის დადება არ ვიცი ისევ მაგრად თოვსთან მარტო მივდივარ იხსე იმედია კარგი დღე გამოვა და მეც ვიზიამონებ და თქვენც გასიამონებთ ვიდეოს ყურებით აბა ეხლა უკვე წავედით და ვინადიროთ მეგობრებო ერთად ჩამოვაგდე. კარგი ხარ. ერთად ჩამოვაგდე მეგობრებო. აი კარგი ჩავარდნე. ესეც მაგარ ადგილზე ვართ. სუნთლად დასველებული, ხელთან ერთი სველი მაქვს. თოფით ნახეთ რას გავს. სველია. ერთი ხვი ავიღე, სამწუხაროდ ის აღება ვერ შევძელი. შესაძლებელი იყო რომ მეტი ამეღო, იმიტომ რომ ერთი კაი გუნდი იჯდა ექსპერტზე. ხო და მოკლედ ამიტომ არ მოყავს ხოლმე 4 ხალხთან ერთად ნადირობა რა, ზუსტად. რომ ანუ 4 ადამიანი იყო, იმას თავისი აზრი ჰქონდა, მოდიო ესე მივეპარათო. მე ვფიქრობდი რომ უკვე უნდა გვისვლა. ხო და მიპარვაში და რაღაცებში, მოკლედ ეს გუნდი აიშალა და წავიდე რა. არა და ისეთი მანძილი იყო რომ მაგაზე შორს ვიდეო გაყინულ ბაზე ავიღე 2 წელი 1 სროლი რა და მაგაზი ახლო ისხდნენ. რეალურად კაი მანძილი იყო ძალიან სასრულად. ვინახოთ ოპერი ჩავდრია. ხო და
რა ვიცი რა, ამიტომ ხეხოთებით მოვეს თუ გეწყინებათ ხოლმე. როცა სანადიროთ არ მივიდივართ თქვენთან ერთად. აი მიზეზი არის ეგ. იყო 15 ფრთიანი გუნდი იყო და ანუ კამერას ვერ ჩავხდე. ცოტა მოკლედ გამეგზელება აქ საუბარი მაგ თემაზე, მაგაზე რო ვისაუბრო და მოგიყვეთ რა და როგორ იყო. ხო და ისე აიშალე რომ ვერც მოესროლ და იმ ადამიანმაც არ ესროლა. არა და გეუბნებით რომ ესროლა ოჭველი ავიღეთ. მაგაზე შორს მყავს აღებული იხობი. ხო და ასე ვამთავრებ ნადირობას. ეს იყო დღევანდელი ნადირობის ერთ-ერთი ბოლო კადრები. საღამოს სავარაუდოდ კიდევ გამოვალ ფეხის გადაფრენაზე. შუა დღესაც შეიძლება ჩამოვიდე, შემოვარო წვებს. კიდევ ერთხელ მოკლედ თუ რამე იქნება დაელოდეთ კიდევ სხვა ვიდეოებს. ერთი ვიდეო კიდევ იქნება. არ ვიცი ამასთან ერთად იქნება თუ არა. სამი დღის წინ ეხლა დავხოცეთ. ხო და მე მგონი მივაბავ ვიდეოს ნახოთ. ზომა რამხელა გამოვა რა ეს ვიდეო. აბა მომავალ შეხვედრამდე, მომავალ ნადირებამდე თან სეზონი იხურება უკვე. კაი დროს ხურავენ ოღონდ ამ სეზონს. ვიცი, რა გიქნათ ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. და შევხვდებით უკვე მერე სხვა ვიდეოებით რა. გამოწერეთ და დალაიქეთ არხი რომ არ გამოგცეთ ხოლმე კარგი ვიდეოები. ეხლა კი დატყვით ერთი მაგარი ხედებით. ნახეთ რა მაგარი ადგილზე ვარ. და იხვი რო არაზის. ვაფშე სველი ვარ. ანუ ყველაფერი სველი მოცვი აბსოლუტურად. სველი თორლი არის. და რო გეყრება ეგრევე სვილდები რა. კურტკა შარვალი. ავიც ყველაფერი სველი მაქვს რა. ხო და ეხლა ერთი სველი მაქვს. მივიდე მანქანასთან და წავიდე სახში რომ გამოვიცვალო ესენი და თუ და გავთვე. და მაგრაციო უკვე. მე რო გავთვები და გავშევი და რამე შეიძლება მე კიდე ჩამოვიდე. მე ვარ ხელტანსმელი ჩავიცვა და ისე გავაგრძელო დაწყებული ამბავი. აბა წავიდეთ მეგობრებო.